მეც მინდა გავიხსენო ერთი ასეთი თამაში. თამაში, რომელიც ადრე ბასტიბუბუს ბაღში შედგა, კარლსონობანა ერქვა ამ თამაშს. ამ თამაშით ძალიან ბევრმა ბავშვმა უბრალოდ წერა-კითხვა ისწავლა და სწავლობდა კიდევ წლების განმავლობაში. აი თამაში როგორ სპონტანურად დაიწყო. იქ არ გქონდა სასეირნო მოედანი, ანუ გარეთ ვერ გაყავდა ბავშვები და მოვიფიქრეთ სასეირნო მოედანი სახურავზე, სადაც მოვაწყეთ ხელოვნური ბალახი და იქვე იყო რაღაცა სხვენივით შესასვლელი კარები ქონდა ესეთი იმ სახურავზე. აღმზრდელებს შევთავაზე მაშინ. მოდი აბა მოვაწყოთ ბავშვებთან კარლსონის ურთიერთობა. წარმოვიდგინოთ, რომ ამ სახურავზე მოფრინდა კარლსონი. კარგად ვივარჯიშეთ აღმზრდელებთან. ალბათ, კაი 1-2 კვირა ვემზადებოდით, დავგეგმეთ ყველაფერი. ამის შემდეგ, როცა აღმზრდელმა წაიყვანა ბავშვები სახურავზე, წინასწარ გააფრთხილა, რომ იცოდეთ, იქ სხვენი რომ არის, იმ სხვენის კარი ეხლა ბოლომდე ვერ დაიკეტა და იქ არ შეხვიდეთ, იქ საშიშია შესვლაო. ცხადია, პირველი სად შევიდოდნენ? იქ დახვდათ მაგიდა, მაგიდაზე დახვდათ დიდი კონვერტი. მოირბინეს აღმზრდელთან გაოცებულები კონვერტს აფრიალებენ, ნახეთ ლალიმას აქ რა არის, შეხედე რა გვიოს ამასაც უკვირს, აბა ერთი რა არის, რაღაცა აწერია, წერა-კითხვა ჯერ არ იციან კარგად. აბა წაგვიკითხე ერთი რა წერიაო, ეს იღებს და კითხულობს. წერილი ბასტიბუბუს ბაღის ბავშვებს კარლსონისაგან. რა თქმა უნდა, იქ იყო 1-2, რომლებმაც თქვეს, არ არსებობს, ეგ მან არ წერია, გვატყუებ, ახლა შენ ლალიმასწო. აგერ გიორგის მიეცი მაგან კითხვა იცის და ეხავე წაგვიკითხავ ზედ რა წერიაო. მისცეს წერილი გიორგის, წაიკითხა იგივე. აი მაშინ დაინტერესდნენ, გახსნეს წერილი, დაიწყეს კითხვა. წერილში ეწერა. ბასტიბუბუს ბაღის ბავშვებო, კარლსონი ვარ მე, ბოლო დროს დავიწყე მოგზაურობა, სხვადასხვა სახურავებზე ვჩერდები და ეს თქვენი სახურავი ძალიან მომეწონა. გიყურებთ კამერებიდან, რა მაგარი ბავშვები ხართ, რა მაგრა თამაშობთ და ამიტომ გადავწყვიტე წერილი დაგიწეროთ. თუ მოგინდებათ, თქვენც დამიწეროთ რამე პასუხად, აი აქ დამიტოვეთ. თუ მოვფრინდები, როცა მოვფრინდები, ავიღებ და წავიღებ. კარლსონულ სტილში იყო დაწერილი. დაირხა ბაღში ხმა, იქ გონი მართლა კარლსონია. დაუწყეს შეკითხვა დამლაგებელს. შაბათობით აქახარო, იდარაჯე რა და თუ კარლსონს დაინახავ გითხარიო, რომ მოფრინდებაო. აღმზრდელმა შესთავაზა, მოდი დაუწეროთ წერილი პასუხად კარლსონს. ბევრს მოუნდა, დაიწყეს წერა. არ უთხრა აღმზრდელმა 100-ჯერ უნდა გამოვწეროთ, კარლსონს დაუწეროთ წერილი. როდის უფრო ისწავლის ბავშვი წერით უნარჩვევები, როდის უფრო განვითარდება 10-ჯერ რო გამოწერს დასჯის შიშით, ან წახალისების სიხარულით, 100-ს თუ როცა კარლსონს უწერს წერილს. თამაში ბევრ აუცილებელ უნარჩვევას სძენს აზრს. აზრს სძენს უბრალოდ, რატო უნდა გავაკეთოთ ეს? რატო უნდა დავწეროთ? მეტყველება სამნაირი აქვს ადამიანს. ერთი არის ზეპირი მეტყველება, რასაც ახლა ვაჟღერებთ. მეორე არის შინაგანი მეტყველება, რომელსაც ფიქრში ვლაპარაკობთ, ფიქრში და მესამე არის წერითი მეტყველება. ეს თითქოს ქართულია ყველა. ზეპირიც ქართულია, წერითიც ქართულია, შინაგანი მეტყველებაც ქართულია, მაგრამ იმდენად სხვადასხვა ფორმებია მეტყველების, რომ
სხვადასხვა ენებიც კი შეიძლება დაარქვა. სულ სხვადასხვა ფორმებია. ყველაზე ჩქარი არის ფიქრში მეტყველება, შინაგანი მეტყველება. იქ შეიძლება 10 წამში ბევრი რამე იფიქრო. ის რასაც 10 წამში შინაგანი მეტყველებით ვეტყვით ჩვენ თავს, მერე შეიძლება 9 საათი გვინდოდეს რომ მოვყვეთ. მეტი დრო ჭირდება მოსაყოლად. ზეპირი მეტყველება უფრო ნელი მეტყველებაა. მაგრამ უფრო დახვეწილი ვიდრე შინაგანი მეტყველება. წერითი მეტყველება კიდევ უფრო ნელია. ის რასაც 10 წამში ვიფიქრებთ და 9 საათში მოვყვებით, 1 საათი უნდა მინიმუმ რო წერო თუ არა და მეტიც. ბავშვი, რომელიც უკვე კარგად აზროვნებს და ლაპარაკობს, ბევრჯერ მიცდია და ძალიან სახალისო ცდა მგონია, რომ მოაყოლო გუში რა მოხდა და მოაღებს პირს და მოყვება, დიდხანს ილაპარაკებს, აბა ეხლა დამიწერე ერთი ეგ. წერაც იცის, ასობგერაა გამოწერილი ბევრჯერ. ჯდება ორ სიტყვას ვერაბამს ერთმანეთს. წერითი მეტყველება სულ სხვა უნარჩვევაა. ყველაზე მაღალი ფორმის მეტყველება ამ სამიდან ცხადია წერითი მეტყველება. ის ვინც კარგად ფლობს წერით მეტყველებას, კარგად ფლობს ზეპირ მეტყველებასაც და შინაგანი მეტყველებაც დახვეწილი ექნება უფრო. ბავშვობის ასაკი და ბაღის შეიძლება მაღალი ჯგუფები და შემდეგ სკოლის დაწყებითი კლასები სწორედ ის დრო არის, როცა წერითი მეტყველება უნდა ვითარდებოდეს ინტენსიურად. მაგრამ ბავშვმა რომ მოიწადინოს რაღაცის დაწერა, აზრი უნდა დაინახოს, რატო დავწერო მითხარით? აი რატო? და ბავშვისთვის ასოს გამოწერა ისეთივე უაზრობაა, როგორც ჩვენთვის უაზრობა იქნება ცარიელ ოთახში კედელს რო ველაპარაკოთ ხმამაღლა. ხო უაზრობაა რა? რატო უნდა ელაპარაკო? კარლსონის წერილებმა უცებ მთელ ჯგუფს დაანახა, აგრძნობინა, მიახვედრა აზრი. რატო უნდა დავწეროთ? კარლსონს უნდა დავწეროთ. სად არის კარლსონი? აი იქ მოფრინდება. მართლა მოფრინდება? არ ვიცით. შეიძლება ხო, შეიძლება არა. დაიწერა პირველი წერილი, წაიღო რამდენიმე დღეში იმან. კიდე რაღაცა უპასუხა. დაიწყეს მეორე წერილის დაწერა. აღმოჩნდა რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, როგორც კი იწყებოდა ხოლმე ეს კარლსონის ეპოპეა, თურმე შეიძლება ხატვაც დაუქვემდება რომ ამ თამაშს. წერითი მეტყველებაც დაუქვემდება, რომ არითმეტიკული უნარჩვევებით შეიძლება ამას და ყველაფერი, რაც კი უნდა განევითარებინათ და ესწავლებინათ ბავშვებისთვის, აღმოჩნდა ერთი თამაშის ფარგლებში. თამაში რატომ არის კარლსონის შესაძლებელი? იმიტომ რომ წარმოსახვას უკავშირდება. წარმოსახვა. კარლსონი არ არსებობს. წარმოსახული პერსონაჟია. ის წარმოისახა ბიჭუნა. მხოლოდ მის წარმოსახვაში არსებობს უფროსები, რო შემოდიან ოთახში, კარლსონი ქრება. გაქრა.